ვის უნდა გასაღები? დღეს ეს კითხვა ლამის უფრო აქტუალური გახდა, ვიდრე ის თუ ვინ უკეთ დაიცავს ჩვენს პერსონალურ მონაცემებს. ამ დრომდე შინაგან საქმეთა სამინისტროს გარდა ეგრეთ წოდებული გასაღების ფლობის სურვილს არავინ გამოთქვამს. უარს ამბობენ მობილური ოპერატორები. თავს იკავებს მარეგულირებელი კომისია. სასამართლო კი საერთოდ ვერ ხედავს ამ საქმეში საკუთარ თავს. მიუხედავად იმისა, რომ ინფორმაციის ფლობა უდაოდ დიდი ძალაუფლებაა, პრეტენდენტების უმრავლესობა ამ პრივილეგიაზე საკუთარი ნებით ამბობს უარს. პარლამენტს ერთ პროექტზე შეჯერებისთვის ვადა 1 დეკემბრამდე აქვს. დღეს საკანონმდებლო ორგანოში 2 ახალი პროექტი დარეგისტრირდა, ორივე უმრავლესობის წევრების სახელით. სოფო ოხანაშვილი გვეტყვის ბოლოს და ბოლოს ვინ უნდა მოგვისმინოს. ვახტანგ ხმალაძემ კანონპროექტი ბოლო წუთებში დაარეგისტრირა. ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის ვერსიით, ეგრეთ წოდებული გასაღების მფლობელი მხოლოდ კომუნიკაციების ეროვნული კომისია უნდა იყოს. ის არის დამოუკიდებელი ორგანო, მისი ლეგიტიმაციის ხარისხი არის ძალიან მაღალი. კომისიის წევრების დანიშვნაში მონაწილეობენ მთავრობა, პრეზიდენტი და პარლამენტი. მაგრამ მაინც საჭიროა კონტროლი იმისა, რომ ვინმე უკანონო მოქმედება არ ჩაიდეოს. ეს ვინმე ამ შემთხვევაში არის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი. დღეს პარლამენტში კიდევ ერთი კანონპროექტი დარეგისტრირდა. ბესელია სესიაშვილი ფოფხაძის ვერსია ეგრეთ წოდებული გასაღების შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისთვის გადაცემის მომხრეა. ეს არის ის კონსენსუსის შედეგად მიღებული კონცეფცია, რომელსაც ჩვენი წინასწარი კონსულტაციები და მოლოდინით იმედი გვაქვს, რომ ჩვენი კოლეგების და მთავრობაც გაიზიარებს. კონკურენტი პროექტების შესახებ უმრავლესობაში აზრი ორადაა გაყოფილი. ბესელიას პროექტს მოწინააღმდეგეები მართულ გუნდში უკვე გამოუჩნდნენ. პროტესტის მთავარი მიზეზი პერსონალურ მონაცემებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წვდომაა. მე უფრო მეტად ვემხრობი რასაკურველია იმას, რომ გასაღები არ იყოს შინაგან საქმეთა სამინისტროში. შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ეგრეთ წოდებული გასაღების დატოვებას ეწინააღმდეგებიან ნაციონალურ მოძრაობაშიც. ხარს დაუჭერთ ნებისმიერ კანონპროექტს, რომელშიც გათვალისწინებული იქნება ერთი მხრივ შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან შეუზღუდავი წვდომის ჩამოცილება უკანონო მოსმენებზე, მეორე მხრივ იქნება გარე კონტროლის მექანიზმი. თავისუფალ დემოკრატებში ცალსახად ამბობენ, რომ ხარს არ დაუჭერენ ეგრეთ წოდებული გასაღების შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გადაცემას. ჩვენ ფრაქცია თავისუფალი დემოკრატები ხარს დაუჭერს ბატონი ვახტანგ ხმალაძის ვერსიას, ვინაიდან ძალიან მარტივად რო ვთქვათ, ამ ვარიანტით გასაღები აღარ რჩება შინაგან საქმეთა სამინისტროში. სასამართლოსთვის პერსონალურ მონაცემებზე წვდომის უფლების მინიჭებაზე შეკითხვები აქვს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს კონსტანტინე კუბლაშვილს, რთულად წარმოუდგენია პროცედურული მხარე. ჯერჯერობით ცოტა რთულად მესახება, რომ პროცესის მთავარი მონაწილე, რომელიც ბრძანებას გასცემს თავად პროცესშია, შემდეგ უკვე განმახორციელებელი იყოს, ასე ვთქვათ, თავისივე ბრძანების. ეგრეთ წოდებული გასაღები არ უნდა მარეგულირებელ კომისიასაც. კომისიის წევრი კახა ბექაური მხარს იმ ვერსიას უჭერს, რომლის მიხედვითაც ეგრეთ წოდებული გასაღები პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორს ექნება. ვფიქრობთ, რომ ეს არ ეხება კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, ეს ეხება თუ მაინც და მაინც სახელმწიფო სტრუქტურა უნდა იყოს ჩართული ამ გასაღების თემაში, ეს ეხება პერსონალური დაცვის ინსპექტორს. კითხვა ვინ უნდა მოგვისმინოს კვლავ ღიაა. ორივე დარეგისტრირებულ პროექტზე დეპუტატები მომავალ კვირას ჯერ კომიტეტებზე, შემდეგ კი სესიაზე იმსჯელებენ. იმ შემთხვევაში თუ პარლამენტმა მხარი ეკა ბესელიას ვერსიას დაუჭირა, დეპუტატები არ გამორიცხავენ, რომ პრეზიდენტმა ვეტოს უფლება კიდევ ერთხელ გამოიყენოს. ვის ვერსიას აქვს მეტი შანსი იქცეს კანონად და ვისკენ იხრება მთავრობა? სოფო ოხანაშვილმა მოისმინა ამ საკითხზე პრემიერ-მინისტრის განცხადება და ახლა მას პირდაპირ ეთერში გაგვაცნობს. სოფო, გისმენთ. ფარულ მოსმენებთან დაკავშირებით დღეს დარეგისტრირებული კანონპროექტების შესახებ პირველი შეფასება გააკეთა ირაკლი ღარიბაშვილმა. მთავრობის მეთაური ამბობს, რომ მის გუნდს ამ დროისთვის არ აქვს ექსპერიმენტების დრო და ის მხარს უჭერს იმ ვერსიას, რომლის მიხედვითაც პერსონალურ მონაცემებზე წვდომის უფლება შინაგან საქმეთა სამინისტროს ექნება. ექსპერიმენტების უფლება არ გვაქვს. ჩვენ გავაკეთებთ იმას, რაც არის აპრობირებული სხვა ევროპულ თანამედროვე ცივილიზებულ სახელმწიფოში. მე არ ვიცი რატომ ვარ ჩვენ საქართველო იმაზე უფრო მეტად დემოკრატიული ვიდრე არის საფრანგეთი, ან პოლონეთი, ან ჩეხეთი, ან ისრაელი, ან ამერიკა. დამისახელოს ვინმე, ვინც არის ამ პროექტის ავტორი, ჭკუათყოფელი გამოვიდეს თქვას. აიღოს პასუხისმგებლობა მაშინ სახელმწიფოს წინაშე. მათი მთავარი მიზანი ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტროს პარალიზება, ისინი ებრძვიან სახელმწიფო ინსტიტუტებს.
პრემიერ-მინისტრის პოზიციას იზიარებს კონსტიტუციონალისტი ირაკლი კობახიძე. ის ამბობს, რომ ლოგიკური იქნება თუ გასაღები. ერთი გასაღები ექნება შინაგან საქმეთა სამინისტროს, მეორე გასაღების მფლობელი კი იქნება პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორი. შინაგან საქმეთა სამინისტროს უპირველესი ფუნქცია ეს არის საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვა, სახელმწიფო უშიშროების დაცვა, ხო? და ამისათვის მას უნდა ქონდეს სათანადო ბერკეტები მინიჭებული. ის რომ მაგალითად თავის დროს შინაგან საქმეთა სამინისტრო იყენებდა იერარქს მანგიერი მიზნებისთვის, ანიშნავს იმას, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო უნდა განმოიარაღოთ. დღეს არასამთავრობო სექტორმა ვერ დაარეგისტრირა საკუთარი ვერსია. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ სამოქალაქო სექტორის მიერ მომზადებული ინიციატივა გულისხმობს ორ გასაღებს. მათი განმარტებით ერთი გასაღების მფლობელი უნდა იყოს სასამართლო, მეორე გასაღები კი უნდა ქონდეს მობილურ ოპერატორებს. მათ დახმარება საკანონმდებლო წინადადების გატანის შესახებ შესთავაზა მხოლოდ ნაციონალურმა მოძრაობამ, რაც არასამთავრობო სექტორისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. მთელი მსოფლიო და განვითარებული სამყარო, ასე ვთქვათ, და დემოკრატიული სამყარო მიდის იმისკენ, ძალიან მარტივი პრინციპისკენ, რომ არის ერთი გასაღები და ის არის მობილური ოპერატორების ხელში. დღეს ჩვენ ვართ იმ მოცემულობის წინაშე, რომ სხვადასხვა ჯგუფები პარლამენტში ცდილობენ, რომ არ აწყენინონ შინაგან საქმეთა სამინისტროს. პროცესის მიზანი არის ის, რომ შევქმნათ ისეთი სისტემა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს და სამართალდამცავებს არ მისცემთ უკანონო მოსმენების განხორციელების საშუალებას. მე ვერ დაუჭერ ვერანაირად იმ პროექტს მხარს, რომელიც ვერ დაგვაზღვევს იმისგან, რისგანაც დაზღვევა გვინდა. ფარული მოსმენების შესახებ კანონპროექტების დარეგისტრირების ვადა დღეს 7:30-ზე ამოიწურა, როგორც უკვე მაყურებლისთვის ცნობილია, დარეგისტრირებული ამ დროისთვის ორი კანონპროექტი და საბოლოოდ რომელი ვარიანტი იქნება დეპუტატებისთვის მისაღები, ამას საპარლამენტო განხილვები აჩვენებს. მადლობა სოფო, რატომ ვერ მოერგო ეგრეთ წოდებული გასაღები ვერც ერთ უწყებას? რამდენიმე წუთში კახა კოჟორიძესთან და ლევან იზორიასთან ერთად გავარკვევთ რა ვუყოთ მეორე გასაღებს. მანამდე